მოგესალმებით ფეგო. მოგესალმებით როგორ გიმექთ მარგი ვიდეოთი. მოკლედ ვაგზავნებთ მეზობელს ახალ სერიას. მოკლედ ეს სტეიკებია ბატონმა მეზობელმა რომ მომცა წინა დღეს. ხო და რა გამოვედი გარეთ და ნახოთ აბა. კარგი მეზობელთან მივალ როგორ არის აბა. გამარჯობა მეზობელო. რა შვები? რა საკეთებ? მეზობელი მომსდევს ხალხო. არ გამომეკიდო, არ მოკლა. ვახ, ეს რა სიზმარი იყო. დამესიზმო, ჯანდაბა გული გამისკდა. წამოგავიდეთ. ისე ვით იყურება, ვერ არის ეს კაცი მგონი. ფსიქოპატი გაბლე. მივიდეო და უკანა. კაკუ. მეზობელო, კარიქსაო, სინათლე ხარ, თვალისაო. გამარჯობა. დილამშვიდობის. როგორ ბრძანდებით? თავ. ცოტა უცნაური ისა ამ ქალაქში დეტექტივი ყავთ. საით ცხოვრობთ ხო არის? ცხოვრობს. კი, საით. იმ სახლში? კი, კარგით. ნახვამდის. ეს ვინა? უბრალოდ კაც. რავო, გაზეთი დილისა, ნახოთ აბა. 2005 წელს ამავე ქალაქში დინარესთან იპოვეს ლია კორნაულიშვილის გვამი და 2026 წელს ჩატარებული გამოძიების მიხედვით ეჭვმიტანილები არიან მყრალი ნოდარ მალიარი ნაიკ ადიდასიშვილი თუ მათი სახელები გესმებათ შესაძლოა საფრთხეში ხართ ამიტომ დარეკეთ ნომერზე 4455577 მაიც ამან რა თქვა რა მქვია ოდა კიდე მე მიყურებთ ბატონო მეზობელო ისა თქვენ რა ქვიათ შემთხვევით რანო ყველაზე თუ მყრალი არის არა მყრალი ეგვინა კარგი კაი ჩავდეთ ახლა ჩემ ლამაზ პიპიაში ჩემს სედანში და წავიდეთ ამ სახლთან ნუ რა გვარია საერთოდ ხო ანუ მყრალაძე მშვენიერი გვარია მყრალი არის რა გვარია კაკუ გამომძიებელი აქ ცხოვრობს კაკ გონი არ არის სახს და გამარჯობა თქვენი სახელი მე ამოსვერინგებული ვაქვთ მორფინა ქვიათ მორფინა კარგი შეიძლება შემოვიდე თქვენ გამომძიებელი ბრძანდებით კარგი აი დავდეთ მოკლედ მე ახალი განმოსული ვარ ამ ქალაქში რა ცოტა უცნაური მეჩვენება ეს ქალაქი მაგრამ არა უშავს და ახალი განმოსული ვარ აქ ქალაქში და ჩემ მეზობელი არის ცოტა უცნაური კაცი ხო და დილას ჩემთან მოვიდა ეს მესიჯი რავი აბა მესიჯი რა გაზეთი ნახე არ შესაძლებელია რომ ეს გაზეთი მაგასაც მივიდე და მე რო ვკითხე რა ქვია და როგორ ისაა რომ მყრალაძეო გაიგეთ დიახ ესე იგი გონიათ რომ კაცი უცნაურია დიახ და ცოტა რავი უცნაური სახლიც აქვს რაღაც გიგანტური სახლი აქვს და გონიათ რომ რაღაცას ჩადის დიახ გონია რომ ეს ქალბატონი ლია კორნაულიშვილი მაგან მოკლა იმიტომ რომ ცოტა უცნაური სახლი აქვს იქ ციხესავითაც აქვს და არ ვიცი მოკლედ ძალიან მეუცნაურება ეგ ადამიანი და ისე
თქვენ აუ ამ ქალაქში კრიმინალი ხშირია? რამე დასაკეთებელი საფუძვი გააქვს რო უჩიო ესე იგი. ნუ არა, მაგრამ მოვიპოვოთ. აუცილებლად. ეს ქალბატონი ლია კორნაულშვილი რა იმისი იყო რა ქვია. რა ქვია, პროფესია რა ქონდა. იმიტომ შეიძლება მაგითი მივხვდები. პროტეჯერს მე ძალიან კარგი დეტექტიური მაქვს ერთი მაღაზიაში მუშაობდა. დეტექტიური მაქვს დამთავრებული სხვათაშორის. და რომელი უნივერსიტეტში სწავლობდით? საფტრიკოს უნივერსიტეტში სწავლობდით? კი. ბატონი ნოდარ საფტრიკო. ძალიან მეც ძალიან კარგი. გონი ჩვენ ერთ კურსს გავდიოდით, ან ჩემზე ერთი კურსით მახლა იყავით ალბათ. კარგი. დროებით იყავით, კარგად იყავით, შვენივრად იყავით. კრიმინალი არ მოგაკლოთ ღმერთმა. კარგი. რაღაც ერთ დავაკლიკო აქ. კარგი. წავიდეთ სახში. და ნუ მე არა ეს მაგარი კაცი იყო ბატონი, რა ერქვა მორფინა. რა უცნაური სახელი იყო. კაი. ხაწავალ ბატონ მეზობელთან, რომელიც კიდე ტელევიზორთან წეს. ბატონო მეზობელო. როგორ ბრძანდებით? საერთოდ ძალიან საინტერესო მეზობელი და გამომძიებელი ბრძანდება ბატონი მორფინა. საინტერესო ადამიანი იყო მომწონი. რაში გინდოდა გამომძიებელი? ისა, ნუ ჩეკმა დავკარგე და მოგპარეს ხო, ნუ ერთი სახლში იდო და მეორე არ იდო და მე არც კატამფოს და არც ვიშაპირო მოეპარა. კი ბატონო. ხო და ვერ მივხვდი რა. ვიზრად უნდა და ჩემი ჩეკმა ერთი მქონდა ისეც და ფეხს ყველა დავდივარ ახლა. ამიჭუჭყიან და ფეხები ნახე, ნასკი გამეხა. ნახე, წაგერტა ნასკი. ვახ. ისა გავიხდი ნასკებს აქ თუ შეიძლება. ეს გასარეცხები აქ რა კაი გავიხდი. კაი სუნი აქ ხო? უსუნით აბა. მართლა დუხინავას. აი მოგიტან თუ გიათ, აი ცხვირთან მოგიტანთ. კი, აი. მოდი აქ. კაი ხო. კარგად სიყავით ბატონო. მხრა მე ვინც ახართ რა. ეს ვინ არის? უბრალო კაცი. რა უცნაური სახელებია, უბრალო კაცი არ არის. მგონი ეს მართლა ძალიან ეგ რა ქნას. დაგინ შენი ნასკი იყო რა დაუწუნა ვერ გავიქ. ძალიან უცნაური. მე ვარ კაცო უცნაური. აქ რატომ ესმის? მგონი ისინი აქ დამონტაჟეს სპიქერები აქ ჩვენ ყურებში რა. აი აქ მესმის დაუჯერო იქიდან. საინტერესოა. ეხა იმასაც ესმის აბა დავძახო. მეზობელო. თვითონ იქავარ ვერ გაიგებს ეს თუ არა. მეზობელო. საიდან გაიგე? არაფერი ისა. მაინტერესებდა ის რა ქვია. ანუ მაინტერესებდა თქვენი შარვალი რამდენი იწოდით. რამდენი იწოდის ისე? რამდენი კილო? 1 გრამი? სად შეიძინეთ? ბატონი გელა შავკვერაშვილის მაღაზიაში? ახალი სერია, ახალი მოდა? ძალიან ლამაზი ფუშფუშელა შარვალი გაქვთ. ეს ულვაშები რომელ წელს მოუშვით? შენიერი ულვაშები გაქვთ. 1990-ში. აჰა, ნუ 36 წელია ეგ ულვაშები გაქვთ. თქვენ რამდენი წლის ხართ? თუ საიდუმლო არ არის კაცებს ასაკს არ ეკითხებიან როგორც ვიცი. თუ ეგ ქალებს. მე ვარ 50.
ანუ შენ იყავი რამდენი წლის ლუჩები? კაი, არ მაინტერესებს მოკლედ. საინტერესო დღე გამოვიდა მთლიანობაში. ნუ, ისა ერთი კითხვაც მაქვს. ხელთათმანები რატო გიკეთიათ მოკლე მკლავიანებზე -60 კი არა და +64 კი არა და 67 გრადუსში? რამდენიცაა მომწონს? ლამაზი. ეს ვინ ამგორ? ნახე კიდე მიყურებს. რატომ მიყურებს? უნდა ეგრე ბიჭო. ეს ამდენი გაზეთი რატომ მოვიდა? ორ წამს სახელები უნდა ნახო კარგად რა. ესე იგი დაბრედილ ტიპს ქვია ლია კორნაულიშვილი. გამოძიებას მყრალი არის, ნოდარ მალია. გონი სახელი მეცნობა ნოდარ მალი არის. ჩემ მალიერს ეკوار, ბაზარი არა, ვინც რემონტი გამიკეთა. ნოდარ მალი არის, ტელეფონში ეგრევა შეყვანილი. და ის კიდე მიყურებს. და ეგრე ბიჭო იასნა არ უნდა მიყურო. ეხლა გავიხედე, ბიდნენ ხე შემხედავს. შემხედა ნეტა, უცბად გავიხედე. შემხედა. კაი. მოკლედ. საათი სულესიკო. თუ მოგდანდეს და დალაგეთ, გამოიწერეთ არხი. მე კიდროებით იმშვიდობებით. მომო. შეხვედრამდე. კარგად. ახლა კი დადგით და ისე მონეტარგესული კადრებით. მე რა თქმა უნდა ბევრი ხარს. მაგრამ არ დაგავწდეთ რომ გამოიწეროთ არხი და ლაიქეთ ვიდეო, გააქტიუროთ ზარს კიდე ანუ კომენტარის დატოვოთ. რაში გინდოდა გამოძიებელი? ისა, ჩეკმა დავკარგე და მოგპარეს ხო, ერთი სახლში იდო და მეორე არ იდო და მე არც კატამხოს და არც ვეშაპირო მოეპარა. რა იცოორთა? ესე იგი დაბრედილ ტიპს ქვია ლია კორნაულიშვილი. გამოძიებას მყრალი არის, ნოდარ მალი არის. ნაიკ ადიდასი შვილი. თუ მათ